სუთვილად იყავი და კარგად ცივების წარმომადგენელი. დავიწყოთ. ყველაზე შრომატევადი საქმე მე შემხსა რა. ტრადიციულ ავთენტურ გებჟალიას ვაკეთებ. პომიდორი რატო გვიდებს? მნიშვნელოვანია რომ ყველი არ აგვეჭრეს. არის ბევრი მითქმა მოთქმა რომ მარილი არ უნდა დავამატოთ. მოდი დავწევთ პომიდორი რა. შენ იცი რას ნიშნავს გებჟალია? ხოდი მიზლავი დავლოთ. სოუსად ასევე იყენებენ. არის უფროსო? ძალიან დავკეპო გენაცვალე? აუ ეს რა იქნება? აი მე დედა. მეგრულად როგორ არის ყუათიანი? არიცი? აუ გავეცით თქვენ შეკითხვებზე პასუხები? 1 2 3. შემდეგი ეპიზოდის დრო დადგა. სად იყო და სად არა თქვენს წინაშე უნდა წარვადგინო რიკოც იქით წარმომადგენელი, ქალბატონი ლიკა ავალიანი, ჩვენი ცივების საწარმოოს თავიქალი, რომელიც ცეხში, სასადილო ცეხში ამზადებს უგემრიელეს კერძებს შეფთან ერთად. და შეფის მარჯვენა ხელია, ხო ლიკა? მარჯვენა ხელი ხარ თუ მარცხენა? მამუკაცაცია თუ მე მარჯვენა? მაგრამ ორივეს გადასარევად იყენებს შესაძლოა. კი ბატონო. ლიკა ავალიანი, ოქროს ადამიანი, რომელიც დღეს მოამზადებს გებჟალიას. ესე იგი ავალიანი სვანია, ქუთაისში ცხოვრობს და სანამ გადმობარგდებოდა თბილისში და დედა ყავს მეგრელი. მეგრელი. აჰა, წარმოიდგინეთ რა. თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ, რომ აქ ჩვენ არ გვაქვს წარმოდგენილი შავი ლომის იპა. საერთოდ ბოთლი არ გვაქვს წარმოდგენილი. მე რა ვქენი ხო, წინა ეპიზოდში გამოვიძახე. ჩვენ ერთ დღეში ორს წერთ. მონდომებული ადამიანები ვართ და ვოლტმა მომიტანა მარკეტიდან იპა, რომელსაც ეხლა დავდებ. მე გავხსნი და მე და ლიკა დავლევ. აუცილებლად. მე მისხარ. რა თქმა უნდა. აბა, ჩვენ საქმე წარმოებას გავუმარჯოს რა. გამარჯოს. სუთვილად იყავი და კარგად ცივების წარმომადგენელი. კი გავილექსეთ მე და შენ. მაგრამ ჩვენს ეხლა ვინც გვიყურებს, ვინ ჩართო ვიდეო. ხონა უთხრათ რა. კი ვთქვით რას ვაკეთებთ, მაგრამ რა დაგჭირდება ამისთვის უნდა ავღნიშნოთ. პირველ რიგში დაგჭირდება სულგუნი. სულგუნი? სულგუნი. შიგთავსისთვის დაგჭირდება მწვანილები, ქინძი, პიტნა და მწვანე წიწაკა. და პომიდორი რატო გვიდებს? პომიდორი გარნირისთვის გვინდა, რომელსაც გრილზე დავფერფლავთ. და მოვამზადებთ. ესე იგი მე რო ვგიჟდები გებჟალიასთან ერთად პომიდორს რომ მივირთმევ ხოლმე, ესე იგი შენ გადაწყვეტე რომ მე მასი ამოვნო და ეს ვერსია გააკეთო. კარგი, სოუსისთვის დაგჭირდება მაწონი. მაწონი და გებჟალიას შიგთავსისთვის დაგჭირდება ნადუხი. ჩვენ ახლა ტრადიციულ გებჟალიას ტრადიციულ ავთენტურ გებჟალიას ვაკეთებთ. ტრადიციულ გებჟალიას თუ ახსენებთ, ალბათ კომენტარებში დაიწერება, რომ ტრადიციული გებჟალია სულგუნით არ მზადდება და მზადდება ახალამოყვანილი ყველით, რომელიც უნდა გადაიზილოს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ხო. იმერუყოს უმეტესად უფრო იმერეთში აკეთებენ გადაზალილი ყველით. სამეგრელოში უმეტესად იყენებენ სულგუნს. გავეცით თქვენ შეკითხვებზე პასუხები? ამომწურავები ვიყავით, მაშინ დავიწყეთ კეთებას თქვენის ნებართვით თუ შეიძლება. დავიწყეთ. დავიწყებ შიგთავსით მომზადებით. კი ბატონო. აუ მე დავაჩოფერებ რა. კაი. სხვათა შორის, ეხლა ჩოფერს დაგანახებთ ესე. და თუ სურვილი გაქვთ, რომ თქვენი ბრენდის ჩოფერი გამოჩნდეს, მე სხვანაირად დავიჭერ ხოლმე. უკან წარმოდგენილია თავისუფალი თაროები. თავისუფალი თაროები რატოა, იცი? იმიტომ რომ თქვენთვის გავამზადეთ. ფოთლებს უშვებით ხო მარტო? შიგთავსის მომზადების დროს მნიშვნელოვანი კომპონენტი არის მარილი. და ვამატებთ მარილს თუ არ ვამატებთ. იმიტომ რომ არის ბევრი მითქმა მოთქმა რომ მარილი არ უნდა დავამატოთ და შემდეგ უკვე გადაზენ ხო. კი ბატონო. და აქედან გამომდინარე თავისუფლად შეგიძლიათ დაამატოთ მარილი, იმიტომ რომ მარილი უფრო შეკრავს სოუსის და რა თქმა უნდა შიგთავსის გემოს. იმიტომ რომ ყველთან მიმართებაში მარილია ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია და სულგუნთან დაკავშირებით ხო საერთოდ. შენ მე რო ამას დავაბლენდერებ, შენ პარალელურად ალბათ უნდა დაწვა პომიდორი, ხო?
პირველ რიგში მე ყველს დავჭრი. დაჭრი ყველს. პომიდორს არ დაწვალ? მოდი დავწვალ პომიდორი რა. დავწვალ პომიდორი ცეცხლით. ხო, სახლის პირობებში შეგიძლია თავისუფლად გააკეთოთ ღია გაზქურაზე, ანუ გაზის ღუმელი თუ გაქვთ, ჩანგალზე ესე წამოაცვით პომიდორი და დაწვით ზემოდან ეს მაღალ ალზე. შეგვიძლია მარილის დამატება მიდის ახლა ჩვენს შიგთავში, რომელსაც მე ოსტატურად მე დავა ვკეპავ, დავა ჩოფერებ და თუ კიდე რამე სხვა ვერსია გაქვთ, შეგიძლიათ მოგწეროთ ვიდეოს ქვეშ. დავნაყოთ, კი ბატონო, აი მესამე ვერსიაც გვაქვს. დავუმატოთ ცოტა მაწონი, რომ არ გაგვიჭირდეს დაჩოფერება. შენ გამოწერილი გაქვს რეჰანი კუკინგი? რა თქმა უნდა. ხო, გამოიწერა, ხო? ძალიან კარგი, ეს ლიკამ გამოიწერა. ვისაც არა გაქვთ გამოწერილი რეჰანი კუკინგი, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ, რომ ახალ-ახალი ვიდეოები ნახოთ, მოამზადოთ, უბრალოდ უყურეთ, ვისაც მომზადების თავი არა გაქვთ. უბრალოდ უყურეთ და დანაყრდეთ ყურებაში. და გააქტიუროთ რა თქმა უნდა ზარის ღილაკი. აი აქ იქნება მედალიკა შუაში იქნება. ძალიან დიდი მადლობა. მე ამას ვაჩოფერებ. და ლიკა ალბათ ყველს დაჭრის მანამდე. სულ გონიჯობია რომ იყოს ახალი, ახლად ამოყვანილი, რბილი. და სანამ უშუალოდ ცხელ წყალში ჩავდებთ, ჯობია რომ ოთახის ტემპერატურაზე ცოტა ხნით გავაჩეროთ. ვჭრით თხელ ნაჭრებად, რომ არ გაგვიჭირდეს წყალში გადაზელვა. ძალიან დავკეპო გენაცვალე? კიდე? კი. ყველაზე შრომატევადი საქმე მე შემხვა რა. აი, მოხსენი? მე მგონი გადასარევია. თუ კიდე ვქნა? ცოტა დაამატე კიდე. კარგით, არის უпросо? ეყოფა. შენი შრომატევადი საქმეც დავასრულე. დავასრულე. ეს დროებით გადავდოთ აქ, ეხლა დავიწყოთ ჩახარშვა, ხო? კი, წყალი გავთიშე, რომ არ დუღდეს. დაახლოებით ტემპერატურა რამდენი უნდა იყოს? დაახლოებით 90 გრადუსი. ხო, ანუ პრინციპი რატო ვიკითხე, შეკითხვა რატო დავსვი? იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ ყველი არ აგვეჭრეს. ანუ არ გავიდეს წყლად ვეძახით ხოლმე ჩვენ. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია რომ ტემპერატურა სწორად იყოს შერჩეული, ეს არის 80-დან 90 გრადუსამდე. თუ არა გაქვთ თერმომეტრი, ითაც ასე ვთქვათ, შეამოწმეთ ტემპერატურას, გირჩევთ რომ რო წამოდუღდება წყალი, დათვალოთ დაახლოებით 167-მდე და 167-ის შემდეგ მერე ჩააგდოთ უკვე ყველი. ანუ 2 წუთი დაელოდოთ რა. სოუსად ასევე იყენებენ გადაზელილი ყველის სითხეს სამეგრელოში. კი ბატონო. ანუ მაწონში ხსნიან იმ არა, მაწონში არა. აბა? მხოლოდ სითხეს და უმატებენ შიგთავს, რაც შენ უკვე დააბლენდერებ. ეხლა მივხვდი. ანუ რაშიც გადავზელთ ყველს ის სითხე, ანუ შრატისებრი მასა ემატება უკვე სოუსში და მერე ლაგდება უკვე შიგთავსიანი გებჟალია. ჩვენ მაწონი რატო გადავწყვეტეთ? უფრო კლასიკური ვერსია? უფრო კლასიკური ვერსია და თან მე უფრო მაწონს ვანიჭებ უპირატესობას სიმჟავე უხდება, კი. და იცი რა მაინტერესებს? არის ვერსია ერთ-ერთი ვერსიით რძეშიც ხდება ხოლმე გადაზელვა და მაგას შენ ემხრობი? აი სოუსად იყენებენ მერე უკვე ამ რძეს და რატომაც არა. ანუ შეგიძლიათ წყალში გადაზელოთ? წყალშიც გადაზელოთ და შეგიძლიათ რძეშიც. ნუ რძეში ბევრად უფრო ცხიმიანი გამოვა და ბევრად უფრო ესეთი ყაირად ყუათიანი, ხო? მეგრულად როგორ არის ყუათიანი? არიცი? აუ შენ გაკაჟებული ხელები გაქვს, შეგიძლია ესა რა ქვია? ესეთი ცხელი უნდა გადაიზილოს, ხო? კი, კი. ის იგივე ხა იმერული რო ვახსენეთ ჩვენ დასაწყისში ვიდეოსი, ხო, რომელიც უნდა გადაიზილოს.
ალბათ ის ნედლი ყველით ხდება რძეში გადაზელვა, რომ სულგუნი მივიღოთ და მე ცხელ სულგუნში ხდება მაგრამ იმერული ყველი ბევრად უფრო სარისკოა. რა შეიძლება უფრო ჩაიშალოს და სულგუნი უფრო სანდო არის. კი ბატონო, ჩვენთან რესტორანში ხშირად ვაკეთებდით ხოლმე გებჟალიას და ტრადიციული რეცეპტით იმერული ყველით ვაკეთებდით და ქალაქში თბილისში ძალიან რთულია ახალ ამოყვანილი ყველის მოძებნა და აქედან გამომდინარე ჩვენ გიხდით ბოდიშს, რომ დღეს ვამზადებთ სულგუნით, იმიტომ რომ ბევრად უფრო პრაქტიკულია ქალაქის პირობებში სულგუნით მომზადება გებჟალიასი, ვიდრე მაგალითად ახალ ამოყვანილი გუშინდელი ყველით, ხო? ხო რა თქვი ყველაფერი. ხო შენ იცი რას ნიშნავს გებჟალია? გებჟალია რას ნიშნავს? აი ეს ვიცი მეგრულად რას ნიშნავს. ძეში ჩადებულს. ხო, ჩვენ წყალში ჩავდებთ. ხო. ეს უნდა გადაურიოთ ნადუხს, ნაწილი. კი ბატონო, ნაწილი უნდა გადაურიოთ, ნაწილი ამდენი დაახლოებით, ხო? და უნდა წაუსვათ ტემპერატურა უნდა სწრაფად ვიმოქმედოთ, რომ არ გაგვიგრილდეს ყველი, რომ არ გაგვიმაგრდეს. მნიშვნელოვანი. დაუმატო კიდე თუ საკმარისია. ცოტა დაუმატე კიდე. ამის დაბლენდერებაზე რას ფიქრობ შენ? მე მაგალითად არ დავაბლენდერებდი. არ დავაბლენდერებდი. არა, თვითონ აი ამ მასის დაბლენდერება ზოგი ამბობს, რომ მაგალითად აბლენდერებენ და როგორც აი რიკოტას ფაქტურისას იღებენ და მე მაგალითად მიყვარს, როდესაც ნადუღი თავისი აი კურკუშელებით არის უფრო გემრიელი. როგორ ვქნა, სათქნა შუაში? და და გავანაწილებ. ეს არ დავტოვოთ, ხო? არა, რა თქმა უნდა. აჰა. ოჯახი ხრამია მაინც ბოლომდე. არც არავე. აი რაღაცა ცოტა გენე. მოდი. ძალიან გემრიელი სულგუნი. შეგვიძენია. ნო. ლიკა ეს ახლა კუთხეში უნდა მივდეთ, ხო? გადმოვიღებ ახლა დაფაზე ამას, რომ დავჭრათ მარტო. კაი. რამდენი ნაჭერი გამოგვია? ხო, ნიგლა ვიდავლოთ. რამდენს ამბობ? 6-7. რა და მეტი ჩემია. ეგრე რო არ გამოვა ახლა. 7 ხო გამოვა? მე მეწავაგებ. ახლა სპეციალურად ჭრის ისე რომ წავაგო. 3 გამოგივიდა უკვე. 4-ის გამოვიდა. აუ, ეს რა იქნება? აი მე დედა. 8 გამოვიდა, ლიკა, 8 გამოვიდა. მოგაგებინე ახლა. მე პომიდორს მივხედა 2 წუთი. მაწონს დავამატებ ახლა ჩვენს დარჩენილ შიგთავს. ნახე. ცოტა მარილიც. მე ამაზე არაფერი არ დამემატებია. უბრალოდ კარგად დავწვი, რომელიც ეხა ნახე როგორ კანი როგორ ძრება. სერვირება როგორ გავაკეთოთ, აბა მითხარი. სულგუნი გადავდოთ დროებით. ეს თემშიც დროებით გადავდოთ. გავაცლი ყველაფერს თავიდან. ძალიან ცხელია. მომენტ. ეს უნდა ჩავჭყლიტოთ თუ როგორ უნდა ვქნათ? იცი რა, ჩავჭყლიტოთ, მგონი ჯობია. ხო და ამაზევე ავაწყოთ მე. მარილი, მოვაწყოთ უწვანეზეთი. აუ, რა იქნება? შუაში დავდო? ცოტა. შუაში. მოვაყაროთ მარილი. მარილი უხდება. მოდი, ჯერ დავალაგოთ გებჟალია და შემდეგ მოვასხოთ соуსი. აუცილებლად. ოთხი იყოს. 4 შევინახოთ. 4 მოგებელო. ზემოდან соуსი. აი ხა ამ ყველაფერს შენი აზრით რა მოუხდება? ლუდი. რა თქმა უნდა. შავი ლომის იპათანაც. რა თქმა უნდა. მოასხი, მწვანე ზეთი და მივირთვათ
ხორბლისფერი ლუდი. ჩვენ კერძს გავუმარჯოს. წარმატებებს გისურვებ. ლიკა არის მართლაც რომ ძალიან ნიჭიერი, საინტერესო, შრომის მოყვარე შეფი, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. გაგიმარჯოს ლიკა, წარმატებებს გისურვებ და დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენს ეპიზოდში მიიღე მონაწილეობა. მადლობა შენ. წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა Volts, რომ მოგვაწოდა დღევანდელი ჩვენი სასმისი. ეს არის შავილომის იპა. შემდეგ ეპიზოდამდე დავემშვიდობები მე პირადად და შენც იმედია რომ ხშირად იქნები ეპიზოდების სტუმარი. წარმატებებს გისურვებ კიდევ და კიდევ. თქვენ კიდე გირჩევთ რომ გამოიწეროთ არხი, რა თქმა უნდა რეჰანი კუკინგი, გააქტიუროთ ღილაკი და უყუროთ ჩვენს მიერ გაკეთებულ რეცეპტებს. დროებით. მადლობა ნახვამდის. იცი რა, კი დაგემშვიდობეთ, მაგრამ დაგვავიწყდა რომ გაგვესინჯა კერძი და დავბრუნდით რა, გავსინჯავთ და წავარდეთ ისევ რა. ლიკა. მიდი. მე ეგოისტი ვარ, ხო, ის გასინჯვაში. ეს უნდა აუცილებლად მოახვედროთ და ეცადოთ რომ დიდი პირი გააღოთ. 1 2 3 შესანიშნავია. დაიძა. აუ ეს პომიდორი როგორ მოხდა? ის ზეთი ძალიან მოხდა, მაგრამ პომიდორი აი შებოლილის არომატი ძალიან გემრიელია. პირი მოთხრილი, მაგრამ არა უშავს, სამაგერო ძალიან გემრიელია. და ეხლა ნამდვილად დაგემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე.